კომპანია ჯანსაღი სასმელების კომპანიის დირექტორის გიორგი ჯირკვალიძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში ბაზარზე დიაბეტური მიმართულების ახალ პროდუქტს წარადგენს. ის BMG-სთან ამბობს, რომ საუბარია კომბუჩას დიაბეტურ ვერსიაზე, რომელიც ბუნებრივი დამატკბობლებით იქნება დამზადებული და მომხმარებელს შაქრის შემცირების ალტერნატიულ ჯანსაღ ვარიანტს შესთავაზებს. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ახალი პროდუქტი გააძლიერებს როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე პოზიციონირებას და მომხმარებელთა ფართო სეგმენტზე იქნება მორგებული. ინფორმაციისთვის ჰენკ არის ქართული ბრენდი, რომელიც პრემიუმ ხარისხის კომბუჩას და ფუნქციურ წყლებს ქმნის. ხილის გადამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ქარდავას შეფასებით წელს ქართული თხილის ფასი 2025 წლის ფასზე ნაკლები იქნება. მიზეზი თურქეთში არსებული კარგი მოსავალია. როგორც ქარდავამ საქმიანი დილის ეთერში განაცხადა, მცირე ფერმერები წლიდან წლამდე ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ვერ ახერხებენ, რასაც წელს წვიმიანი სეზონიც დაერთო. გასული 2 თვის განმავლობაში არსებული უხვი ნალექის გამო ბაღებში ნაცარი გავრცელდა, რაც სოკოვანი დაავადებების გავრცელების წინაპირობაა. წელს 5 თვეში საქართველოს თხილის ექსპორტი $68 მილიონ-მდე გაზარდა. საქსტატის მონაცემებით ქართული თხილის საშუალო საექსპორტო ფასი $10 ფარგლებშია, რაც გასული წლის ფასზე $3 მეტია. ქართული ნატურალური კოსმეტიკის ბრენდი Peel Naturals-ი ადგილობრივ ბაზარზე გაფართოებას აგრძელებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა თათუკა ლომაძემ BMG-სთან განაცხადა, ბრენდმა 27 ივნისს ქავთარაძის City Mall-ში განახლებული ფილიალი გახსნა. 29 ივნისს კი მომხმარებელს დიღმის გუდვილის ახალი ფილიალიც დაემატა. მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლომდე კომპანია კიდევ მინიმუმ 3 ახალი ფილიალის გახსნას გეგმავს. რის შედეგადაც Peel Naturals-ის ქსელი დაახლოებით 15 ფილიალამდე გაიზრდება. ლომაძის ინფორმაციით, ახალი ფილიალების კონცეფციაში განსაკუთრებული ყურადღება დიზაინს ეთმობა. კომპანია კვლავ უპირატესობას სავაჭრო ცენტრებში სტენდების ფორმატს ანიჭებს, თუმცა ახალ მოლებში მაღაზიის გახსნის შესაძლებლობასაც განიხილავს. მისივე თქმით, კომპანიის ზრდასთან ერთად გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობაც. ამჟამად Peel Naturals დაახლოებით 70 ადამიანი ყავს დასაქმებული, ხოლო ბოლო 2 თვეში კომპანიას 10 ახალი თანამშრომელი შეემატა. გაფართოების გეგმები მხოლოდ ადგილობრივ ბაზარს არ მოიცავს. კომპანიის ინფორმაციით, ექსპორტის მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, მათ შორის ახალი ბრენდების განვითარებასა და თურქ პარტნიორებთან ერთობლივ პროექტებზე. გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სტატისტიკას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც 2026 წლის იანვარ-მაისის პერიოდში საქართველოდან ექსპორტირებულია 9,000 ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენები, $14,200,000 ღირებულების. უწყების ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტირებული ხილისა და ბოსტნეულის წვენების რაოდენობა 31%-ით გაიზარდა, ხოლო ღირებულება 22%. საექსპორტო ბაზრებიდან ლიდერობენ შტატები და ავსტრალია. კერძოდ 5 თვეში შტატებში ექსპორტმა $3,200,000 შეადგინა და 1,943 ტონას მიაღწია, ხოლო ავსტრალიაში $2,200,000 ღირებულების 1,817 ტონა გავიდა ექსპორტზე. შემდეგ პოზიციებზე არიან გერმანია და რუსეთი, $1,800,000 ღირებულების 1,090 ტონა და იაპონია, $1,000,000 324 ტონა პროდუქტი. ხუთეულის შემდეგ უკვე ისრაელი მოდის, ასევე საბერძნეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი.